თბილისის ნამდვილი თბილისური ამბავი საკრებულოს წიაღში იწყება. იქ სადაც დედაქალაქის ბედი წყდება. ევროპასა და აზიას შორის მოქცეული თბილისის გულის ფასადი აღმოსავლური ორნამენტებით, ევროპული სტილის ფორმებით გადაწყდა. მე-19 საუკუნის ბოლოს თავისუფლების მოედანი მხოლოდ სატრანსპორტო კვანძი კი არა, ქალაქის პოლიტიკური და კულტურული გულისცემა გახდა. ამიტომ თვითმმართველობის შენობა აქ აიგო. ორი პროექტია ცნობილი. ეს არის ცნობილი იმ დროისათვის თბილისის არქიტექტურის, რომელი არქიტექტურის ოზეროვის პროექტი და ასევე შტერნის პროექტი. ოღონ განსხვავება იმაში იყოს, რომ ოზეროვის პროექტი შედარებით უფრო ესეთი სადა პროექტი გახდათ. მიიღეს შტერნის პროექტის ფასადი, ხოლო მთლიანად შენობა უნდა აღებულიყო ოზეროვის პროექტის მიხედვით, ანუ აი ეს ფრთები ექნებოდა აი ამ შენობას. საბჭოთა პერიოდშიც ამ შენობაში ისხდნენ ქალაქის ხელმძღვანელები, ერთი პერიოდი ქალაქის მერიც ამ შენობაში იყო. 1882-86 წლებში საკრებულოს გეგმარებითი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. მინიმალურად შეიცვალა საკრებულოს ისტორიული წითელი დარბაზი, სადაც ავეჯიც კი ავთენტურია. ყველა დეტალი დიდი რუდუნებით და სიყვარულით დამუშავდა. აგიდები ესენი აბსოლუტურად იდენტურია იმისა, რაც იყო მე-19 საუკუნის მიწურულს. ყველა დეტალი, ჩუქურთმები, მთელი ეს მოყვანილობა აბსოლუტურად არის დაცული იმ ფორმით, რა ფორმითაც ის გაკეთდა მე-19 მიწურულს მე-20-ის დასაწყისში. 140 წელი ერთი და იგივე ფუნქციას ასრულებდა, ეს არ საინტერესოა სწორედ ისტორიის კუთხით. 2013 წელს თანამედროვე სტანდარტების დაცვით რეაბილიტირდა გარე და შიდა ფასადი. უცვლელი დარჩა ფუნქცია. მოგვიანებით უკვე ჩვენს პერიოდში ამ შენობას კაპიტალური განახლება მოუწია, ფაქტობრივად მთლიანად გამაგრდა ფუნდამენტი და რა თქმა უნდა ხა დღეს ეს არის ერთ-ერთი საინტერესო ადგილი თბილისის და თბილისელებისათვის. თურმე თავიდან აქ პოლიციის განყოფილება მდებარეობდა, მაგრამ ქალაქი სწრაფად იზრდებოდა. საჭირო იყო თვითმმართველობა, რომელსაც საკვანძო საკითხები უნდა გადაეწყვიტა. თავისუფლებისთვის ბრძოლა, ოკუპაცია, დამოუკიდებლობის დაბრუნება, მრავლის მომსწრე, დროის ურყეო მარქიუმმა ბევრ თაობას უმასპინძლა. ეს დარბაზი 1886 წელს აშენდა და წარმოადგენდა პირველ აი ამ ტიპის დარბაზს, ანუ სადაც ხალხის მიერ არჩეული ხმოსნები უნდა შეკრებილიყვნენ. მსგავსი სხვა დაწესებულება თბილისში არ არსებობდა და იმ დღიდან მოყოლებული დღემდე ამ დარბაზს არ შეუცვლია თავისი ფუნქცია. რა თქმა უნდა, ამ დარბაზს უამრავი პოლიტიკური პროცესები ახსოვს, მათ შორის სისხლიანი სამწუხაროდ იყო ასეთი ფაქტი 1905 წელს, როდესაც დარბაზში შეიკრიფა მოსახლეობა, მოქალაქეები და ითხოვდნენ რუსეთის ხელისუფლებისაგან, რუსეთის მთავრობისაგან გარკვეულ პირობებს. და იმ დროინდელმა პოლიციის ხელმძღვანელმა აქ საკმაოდ დიდი სამხედრო ოპერაცია ჩაატარა, რომლის შედეგადაც რამდენიმე მოქალაქე გარდაიცვალა. სხვათა შორის მოგვიანებით, როცა ამ დარბაზის რეაბილიტაცია განხორციელდა, გარკვეული დეტალები შეკეთდა. იმ დროს იატაკში აღმოჩნდა იმ დროინდელი ტყვის ვაზნები. ევროპული ქალაქის გზაზე თბილისი დიმიტრი ყიფიანმა დააყენა. მისი რეფორმებით შეიქმნა ქალაქის ბიუჯეტის სისტემა. გაჩნდა იდეა, რომ ხალხს საკუთარი ხმა უნდა ჰქონოდა.
ამ დარბაზს ახსოვს ნოე ჟორდანიას გამოსვლები, ნოე რამიშვილის გამოსვლები, იმდროინდელი ქალაქის თვითმმართველობას ლომთათიძე მართავდა, რომელიც იმავდროულად საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი. თუმცა რა თქმა უნდა, საკითხები ძალიან ბევრი განხილულა. აი მაგალითად სიტყვაზე ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ეს გახლდათ ელექტროენერგიით ქალაქის მომარაგების საკითხი, რომელიც ასევე აქ ამ შენობაში იხილებოდა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო წყალმომარაგების საკითხი. დღესაც ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს იხილავენ. ბუნებრივია დაწყებული ბიუჯეტის მიღებიდან დამთავრებული ნებისმიერი პრობლემით, რაც ქალაქს სჭირდება. რა თქმა უნდა, დღეს ძალიან დატვირთულია საკრებულოს ფუნქციონირება. მმართველობით ორგანოს საკუთარი ხმა პირდაპირი მნიშვნელობითაც ჰქონდა. ნაგებობის ისტორია საათთან ერთად იწყება. თბილისის გულია. ეს არის გერმანული წარმოების საათი, რომელიც დაიდგა 1884 წელს გერმანელი მესაათის იულიუს გენეს მიერ. ეს საათი არასდროს გაჩერებულა, არასდროს მუდამ მუშაობს. იყო ორი შემთხვევა, როცა ჩამოწყდა ეს ბაგირი, გირი და გაანგრია პოლი და ჩავარდა ქვევით. მაშინ გაჩერდა საათი და სათათბიროში მაშინ მოითათბირეს, რომ საათი არ უნდა გაჩერებულიყო. მოიყვანეს მესაათე, სანამ შეკეთდა ეს საათი, იმ მესაათემ ყოველ წუთს ცვლიდა და დროს ასწორებდა. სანამ შეკეთდებოდა ის საათი. არეულობის დროს, ესე 90-იან წლებში, მოხდა ორი ტყვია. ციფერბლატს გარედან ვიღაცამ ესროლა და მაშინაც გაჩერდა. ციფერბლატი ცვლიდა პრობლემებს, საჭიროებებს, იდეებს. ქალაქის ისტორიას კი დარჩა უხმო მთხრობელი. მთხრობელს ერთგული მცველი. მამიდან შვილზე გადადის, იყო პირველი მესაათე ჯერ გერმანელი, ვინც დადგა ეს საათი. შემდეგ მოვიდა სხვა მესაათი. იმან გადასცა თავის შვილს, ორი თაობა იყვნენ ეგენი. შემდეგ კიდე სხვა მესაათე მოვიდა. იმანაც გადასცა თავის შვილს. ეხლა მე მოვედი. მე რომ მოვედი, მეც გადავცემ ჩემ შვილს შემდეგ. დროის მანქანა ერთი დიდი სასახლის ნაწილია. ქალაქის ხმაურის ნაწილი. საათში ერთხელ უკრავს თბილისოს მონაკვეთს. ყოველთვის, აი, ეხაც დაუკრა. და თუ ეს ხმა გაჩერდება, თბილისის გულისცემა შეჩერდება.